მოგესალმებით მეგობრებო და თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე არიელაზე. და მოკლედ მეგობრებო, ეს არის ჩემი comeback, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი ხანი ალოდებოდით ახალ ვიდეოს და დღეს ჩვენ ვადარებთ ქართულ ვესე უცხოურ საკვებს და სნექებს. ასევე მეგობრებო, დაგვაფოლოვეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში რომ გინდათ ახალი ვიდეოები, იმიტომ რომ თუ აქტივი არ იქნება ლიზი აღარ გადამიღებს. ეხლა ვიღებთ კომენტარს ლიზისგან. რას ფიქრობ, ხო? ვიღაცა ყვის. რას იყვით? მერე. რამეზე თქვით? სიმართლე გითხრათ, მე მარტო მოდივარ რომ დაყენჭო. ხო ვიცი. კაი. თან შემოსაყვარლი ნახე. კაი, აღარა კომენტარება საჭირო. ეხლა ვიღებთ ქექეს ესეც. აქ დაკუჭულებია. და კიდე რა უნდა აღვიღო? კინდერი. მოკლედ მეგობრებო, კინდერი არ აღმოჩნდა კარფურში, ოღონდ რატო არ ვიცით, ამიტომ ჩვენ ვიღებთ ოზმოს და ქექია, ხო ელენე? ხო. რო ჩვენ ვიღებთ მილკას, ორეოს პლიტკას და ბარამბოს ქართულს. ნუ მილკა უცხოურია, ბარამბო ქართულია. და მე ვფიქრობ, კიდე უნდა ავიღოთ ნესკვიკი, უცხოური და ბარემი ქართული ქვემოთ როდოს. და ვიღებთ ასევე ამებს. მოკლედ ასევე ვიღებთ, ეს არის უცხოური თხილი და ეს არის ქართული თხილი. ვიღებთ, რა ქვია მას ლიზის, ჩიტოს და ვიღებთ ზელატოს ქართულს. ვიღებთ ახალ რაღაცას, რაც არ გაგვისინჯია და ამაზე ვიღებთ კიდე დორიტოს. მაგრამ ეხა რას ვიღებთ? ბრუსკეტს ვიღებთ. ბრუსკეტს, მაგრამ ბრუსკეტი უნდა მოვძებნოთ. აი. და ვიღებთ ამას. ვცვლით გემოს, იმიტომ რომ მე მიყვარს ეს. ვიღებთ ასევე ქართულ ბარამბოს და კინდერის ესეც შოკოლადს. ყველაფერი ვიყიდეთ და ახლა გადავინაცვლებით ადგილზე, სადაც ამ ყველაფერს დავაგემოვდებთ. მოკლედ მეგობრებო, ვიდეო აღარ იქნება, იმიტომ რომ ნაყინი უნდა უჭამოთ. გეღადავებთ. არ გეღადავებით. აგერ ლიზი დაამტკიცებს. თქვი? მეგობრებო, ჩვენ მოვედით უკვე ადგილას და ახლა დავიწყოთ დაგემოვნებას. კაი, რომელი რა დავიწყოთ? პირველი დავიწყოთ ჩიფსები, იმიტომ რომ ვარო, რა მოდი ჩიფსით? კაი, მოკლედ მოდი ჯერ დავანბოქსინგოთ ელენიმ რაც იყიდა. აი ეს უნდა და მაგით ვარმა ჩიფსი, თორე. ეს რა არის, საერთოდ არ ვიცი. ეს არის ოკინი. აქ ამბოქსინგი. ქუშები, ანუ როგორც ბუსკვერცხ ეგეთი რაღაცებია. კაი, დაიწყო დაანბოქსინგება. ვაუ! სკვიში რა მაგა? ლარმა ხوارი ღირს ეგლარიანები. ჩუპაჩუპსი. და ეს რა არის? აუ, მე ხო Roblox-ის ფანი ვარ. აუ, გასაფრადი. Roblox-ის გასაფერადებელი. აი, რამე. ამასაც ჩქებ ჩემდეიდაშის. ეს ამოვიდა 12 ლარიან. 12 ლარიან ყუთი არის. პროსტა ყუთი. მოკლედ მეგობრებო, ვიწყებთ დაგემოვნებას ჩიფსებით და პირველი ჩიფსი არის Lay's ყველის. ნუ ამას არ ვცნო დაგემოვნება და მეორე არის Frixi. არა, დავაგემოვნებთ ელენე უბრალოდ ვიცი. და მეორე არის Frixi წიწაკის. თურისია. აჯიკა, ნუ ხო. მე ეს არ მიყვარს ძირითადად, მაგრამ ამით დავუწყოთ რა, რადგან ქართულია. არ იხსნება. აი ესე გავხსნათ. კაი, ოკეი. ეს გავიგე. ხონახე? ოკეი. იმის სუნი აქვს, რა ქვია, Lay's-ის ჩოვლებრივის. Lay's-ის წიწაკის ვაჯიკის თურისა. მართლა Lay's-ის გემოხლიზე ამას. ამას მე ვიღებ. კაი, არ გინდა მეც ავიღებ. მაგაზე არ გქონდეს პრობლემა. მეც ავიღებ ჩვენ რა. მე ამას ვაფასებ 10-დან 10 ვუწერ, იმიტომ რომ მომყოს. მე 10-დან და რატომ მოც გონია რომ ბავშვების ხმას არ შევარჩევთ სკოლაში ვარ და ახლა გავსინჯოთ ყველის და რატომ გონია რომ იმას უფრო მაღალ შეფასებას დავუწერ ვიდრე ამას. აიო, მე ამოვი. ანახე თქვენ. ხო, მაგათ უკვე დავხსნე. ვაუ, ელენე რა მაგრა ჩანს. ხა ვიცი. ყველს დიდი ავიღე. ну რა თქმა, კაი ესეც იყო საერთოდ აქ არის ფრე, იმიტომ რომ ორივე ძალიან გემრიელია. ვაგრძელებს დაგემოვნებას და შემდეგი არის
ჩიტოსი და ზელატოსი. მინდა გაგახაროთ ან არა, მაგრამ მე არც ერთი არ მაქვს გასინჯული. უბრალოდ ეს მაქვს გონი ყველის მხოლოდ გასინჯული და ყველი, აბა ჩიტოსი ხო არა. კაი, მოდი ჩიტოსის დავიწყოთ რა. იმიტომ რომ წინაზე დავიწყეთ საქართველოს. კაი. შენ ეს გასინჯე მე მაგას. შენ ეს გასინჯე და მე მაგას გავსინჯავ მეტი. კაი, ხო, კაი. კაი. ეს რომ ჯერმინა ეს კაია. მე არ მიყვარს ესეთი რაღაცები, აჰა. ერთ და იგივე გემო აქვს. ეს არის ვითომ ყველის, მაგრამ იგივე გემო აქვს, რაც იმას. ის კეჩუპისაა. ამას ცუდის ვინ აქვს უბრალოდ. ორივეს უწარ მესამს არ მომწონ არც. მე ორივე მომწონს. მოკლედ ვაგრძელებთ, ეხლა არ დავაჰეითოთ, მაგრამ არც ერთი არ არის აქედან ქართული. უბრალოდ ამის გასინჯვა გვინდოდა და ამის მაგალითად ავიღეთ ესეც რა, იმიტომ რომ ორივე ცისფერი აქვს, ლურჯია, თუ ლურჯია და ცისფერი. რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომ ჯერ გავსინჯოთ ეს, იმიტომ რომ მე მაინტერესებს რა გემო აქვს. და მე გავხსია თქო. გამოიყურება ძანგე. ელოთ, ძან. რა არის სერია? აუე, მე სერად მომიჩვენა კამერაში. მე აი ამ ხელს გავსინჯავ. გემო არა? ხო, მეგონა მქონე. აი, გავსინჯოთ ხა ეს. ეს გასინჯული გოგონი, ვიც უყურებთ ჩვენ ჩელენჯებს. აუცილებლად თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უყურებთ იმ ჩელენჯებს და მე უყურებთ ყველა ჩელენჯს. ნუ ეს ჩელენჯი არა ფაქტიურად, მაგრამ მაინც უყურებთ ჯერ იმას და მე არ გადმოდის ეს. ნუ ეს მე გასინჯული მაქვს. მე არ ვაპირებ ხოლმე. ეს ძალიან კაია. მე მიყვარს ეს, მაგრამ ვერ გეტყვით რომ 10-დან 10 თქო. 8-10-დან. ხო მე. ვაგრძელებთ და შემდეგი გვაქვს კრეკერების გასინჯვა. გვაქვს ორი, ეს არის რაღაცა ახალი, რომელიც არ გავგვისინჯია, რაღაც ესეთია. და ეს არის უცხოური. ხო. მე ეს მიყვარს, მაგრამ ეს არ მაქვს. მე მოდი ჯერ ის მოხსნათ. მე და შეხსნელი მიყვარს. აი ამას მე ახლა. ვერ ხსნია. ეს ელენე მოხოდილია და მე არა. ელენე ხსნის ყველაფერს და მე ვერა. რაღაცა მე. ამას შეხედეთ. აი ეს ვარ. ვა ამის გასინჯვა. მეც არ მინდა. მომე გავსინჯოთ. აი უნდა გავსინჯოთ. მოდი მე გავსინჯოთ. მე გავსინჯოთ. გემო არა. არა, გემო. 10-დან -5. იმიტომ რომ არ მომეწოდა. არა აქვს გემო. დაამატეთ გემო, ამოაყარეთ ეს რაღაცები და ახლა ხსნით ამას. კაი, მოდი ამას მაინც გავხსნით თომატე, კი. ამოიღე ელენე. აია. ნუ ეს ვიცით, ამიტომ ეს 10-დან 10. მე არ ვიცი. მე პეპერონი უფრო მიყვარს. არა, ამიტომ 10-დან 9. რა გიყვარს? პეპერონის. ვაგზელებთ და შემდეგ გვაქვს თხილების შედარება. ეს არის ქართული, ეს არის უცხოური და რაღაც მე მგონია ამ შემთხვევაში უცხოური იქნება უფრო გემრიელი. მე ცდილობ. მოდი ჯერ ქართული გავხსნათ. აი ახლა გასინჯვა. ამას ქალაქური თხილით. მე მაგას არ გავხსნით. ოპა, ძალიან კაია. ან ძალიან კაი არა, მაგრამ კაი არა. არა, ცოტა რაღაც ეხლა ჩაოლებრივი თხილია. მიჭის. ის მიწის თხილი. აი დავიკით. ამ გემო არა. გემო არა. საგევრელია. მე ვეკავშით. მე ვიღებ ჩემს სიტყვებს უკან ქართული ჯობდა ვიდრე უცხოური. არ მომეწონა ის. გონი თურქული იყო და ისეცებეთ. აი მოდი ახლა ეს. ეხლა მოდით დავაგემოვნოთ რა უბრალოდ შევადაროთ ერთმანეთს სასმელები. ეხლა აქ რა თქმა უნდა კოკაკოლა. და ასევე მეგობრებო ვადარებთ ამ უცხოურ წვენებს, ამ ქართულ წვენებში. ესა ჩემი ესა ანას ესა ლიზის. მე არ ვიცი, ჩემი ეს რო ამარტო ეგვიწე. კაი, მოდი. შენ რომელია? ჩემი არის ეს და ეს. ეხლა გავცვლით და დავლევთ. ეს შენია. ანანასის რა ტოიყეველი? არ ვიცი, იმიტომ რომ სტაფილოსფერია ასე და მე მეგონა ესეც პორტოხლისაა და კაი მეცხოვ. აი პირველ ეს გავსიჯეთ. კაი, მოდი შენი გასინჯე მე ამას გავსიჯო. ნუ ამას გასიჯვა თუ ყოველ დღეს გავსიჯეთ. ეს ქართული არა ხალხო. ქართულია, ეს პროსტა ინგლისურად გადაყვანილი. გადაყვანილი ელენე. რა არის? ამშვენობა. თორეა ჩვენ გემო გავიგოთ და გემო შევაფასოთ თორე. გარეგნულად არ ვაფასებთ. მე გქოს ალბათ. გასინჯეთ თქინდა. ეხლა ეს გავსიჯეთ.
არა ამას გასიჯო და აი გასიჯო არ მომეწონა, არ მიყვარს ანანასი. ვაჰ შენი მეც ეგრე გამეხსნა ზუსტად. ნუ ამის გასინჯვა არ უნდა ყოველდღე ვსვავდა. რაღაცა ალუბლის წვენი, რომელსაც ალუბალი არ აქვს. შემდეგი მეგობრებო, ვაგემოვნებთ ესეთ კვერცხებს, რადგან ჩვენ ვერ ვიპოვეთ ნორმალური უცხოური კვერცხი, რომ კინდერი არ იყო, აი მართლა არსად არ იყო, ნუ უბრალოდ კარფურში არ იყო. ჩვენ ვიყიდეთ ოზმო და ვიყიდეთ ქექე, ხო? ქექე, იმიტომ გოგოს კვერცხი იყო ყველა გაფა. აი საჭმელი. ამას არ დავაგებინე, ყველა მის მაგის გემო. საჭმელი. ფანგას ჩაბოსბე და ამას ყველა სწავლებ. Stranger Things-ის საჭმელი გახსოვთ? ვისაც არ გაქვთ ნახი Stranger Things-ის unboxing-ი კვერცხების, აუცილებლად უყურე. არა, ელენე, მაგაზე შენ არ შეგაწუხებ მე. შენ ამის გახსენს რა უნდა იცი? მე მინდა გავხსნა, შენ გახსენე, შენი კვერცხი, ელენე, გადი. კაი. აი მე შევჭამ რაღაცას. არ გინდა კაცო. მინა კაცო. არ გინდა, მე მაინტერესებს რა მოვა, თორე ოზმოს გემო ყველა მიცის და მე ზარ მეყვარს ოზმო. ოღონ კვერცხი არა. თან კაი. ოზმოს აქვს ყველაფერი, კაი, მაგრამ კვერცხი რაღაცა არა კაი კვერცხი. მე უნდა მოღონე, შე გახსენებო შენი. კაი მოუნ შოკოლადი. მაიცა. შოკოლადი მინდა მარტო მე. მეც. აი რა. და ეხლა ნახოთ რა ამოგვივა სურპრაიზი. ო, მაიცადე. ნახეთ რა საინტერესო რაღაცებია. მე ამის კოლექციას ვაგროვებ დღეიდან. უბრალოდ მითხარით ახლა ეს როგორ ავაწყო და მეტი არაფერი არ მინდა. ეკი რაღაცა ექიმია მოგვივიდა მესამე თვალით. მესამე თვალი. სამი თვალი აქვს. კაი, გინდ 5 ხონდეს. ჩვენ ხალხს არ უსჯით გარეგნობის გამო. უღმაროს ვაუცი. მანახეთ ხო. მოკლედ აი ესეთი რაღაცა და ფეხები აქვს ის უბრალოდ ვერ დავუმაგრეთ. ვაგზავნებთ და შემდეგ ვადარებთ ბარვაი მელენი მაცადო ვარ. შემდეგ გავხსნით ბარამბინოს შოკოლადს და კინდერის შოკოლადს და რავი აიღე ბარამბინო მე კინდერი მეჩვენე ამ მილიონჯერ ალბათ რავი. კინდერი აი პროსტა აი ვერ ავხსნი რა. კინდერი არის აი ანუ კინდერი რა ხდება. ბარამბინო და იმედი ისე გეთგემო არ ეკრება. შევჭამ დედამიწა. 100-დან 10. კი არა 10-დან 100. შევჭამ დედამიწა. და თუ დგემო არ ამას კაი აქვს. ხანდახან მეგობრებო შოკოლადები არის ვადა გასული რომელსაც ჩვენ ყიდოთ. და ჩვენი ბატობის ბრალია, იმიტომ რომ არ ვიყურებთ ვადას, მაგრამ მაინც. ვაგზავნებთ და შემდეგ პირდაპირ დავაგემოვებთ კიდე მეორე შოკოლადს. ეს არის ბარამბინო ისევ, მაგრამ რძიანი და ეს არის მილკა ორეოსი. აი მე ამას დავაგემოვე. კაი, დავაგემოვე. მე პატარებს უთმობს ხოდის. მე არ მინდა. შენ პატარა. მე რა დიდების უნდა დაუთმო შენ. აი, მე მართლა მაინტერესებს, აი ხა ალბათ ძალიან შოკირებული ფაქტი, მაგრამ ესეთი ქართული შოკოლადი მე არასდროს არ მიჭამე. ანუ შეიძლება მიჭამია, მაგრამ არ მახსოვს გასინჯვით. მე ამიჭამა, შოკოლადი. დიდად არ მიყვარს მე ესეთი შოკოლადები. მე სულ მერჩუნა მილკა და კინდერი. ეგ არის ჩემი ტოპ საყვარელი შოკოლადები. ჩვეულებრივი შოკოლადია, აბსოლუტურად. 6 წელი გადავიხედე თამაში და ჩვეულებრივი შოკოლადია. აი, მილკას არ უნდა გამა. ხო, ანუ მილკა უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ეს ბარამბოს შოკოლადი. ბარამბოს ხო არის? თურისია. ბარამბო ხო თუ რაღაც ხო. ხო და ვაგემოვებთ ნესკვიკს და ბარემს და მინდა გითხრათ რომ ნესკვიკი გვერდით არ დგას ბარემთან. ბარემი არის ჩემი საყვარელი შოკოლადი. როგორც ნაყინი, ისე ჩემი საყვარელი შოკოლადია, იმიტომ რომ ზამელოს ხო. რაღაცა მგონია. ლოცლობრო შემხდეს 22 გრადუსი და მითხრან რამე და მომაჩქო 3-5 ბარემი. რაღაც მგონია ეს არა ეგ საჭირო 10-დან 10 მე ვახსოვს ბარემი ეს შოკოლადი გამოვარდა ვაგზელებთ და გვაქვს ეხა არ თქვა ვერ ვიტყვი მე რომ კიტკატი ქართულია მაგრამ ვერ ვიტყვით მსგავსი ესეთი შოკოლადი ბარემის გარდა რადგან არ გვინდოდა პროდუქტის გამეორება ვიყიდეთ 2 კიტკატი იგივე არის მგონი გამეორე და ეს არის ესეთი რომელსაც გავსინჯავ ამას მე და ელენემ გასინჯოს ეს შეხო გიყავს არა უშავს არა უშავს ელენე მე პატარებს უთმობ კაი ბლის გასინჯავს ჩვენს მაგას მე მეგონა ეს ცოტა სხვანაირი იქნებოდა და ამას შეხედეთ მეც გავსინჯავ მაგას ბანძობა კიტკატი ლიზიმ კიტკატზე ბანძობაა აი ამაგა მოგანცელა აბა ზეგ ნესკვიზი ის გემო ვადე გასული როცა არა წამლის გემო აქვს რას
აი ამას აი რაღაცას გითხრები. ვაგზავნებთ და შემდეგ ვაგემოვნებთ ჟელიბონებს და ჩვენ გვაქვს რაღაცა ესეთი ჟელიბონი კოკაკოლის ესა ორი რაღაცა მგონი ზომბი რაღაცა ხდება. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ვიცოდით ამის მიხედვით. ეს არის ქართული და მიახლოებითი, ну ესეთია ეგეც რა. ოღონდ ეს უცხოური. მიახლოებით, მაგრამ ამას მე არ გავხსნი, აი ღელენ ეს შეჭამე. ხო. ახალი ფაქტი. აი ესეთი კოკაკოლები ჯერ არ აი მე ამას არ გასწრებ, ვაიმე ცალს გასწრებ. აუ როგორ მერია? შიგნით შეხედეთ. ეს ხო გემოა. თეთრიცაა და შავი. აუ როგორ მერია? ძალიან მომეწონა. ეს ფანტა მგონი. 10-დანაც მოუწოდნე. ვაგძელებთ და ეხა ეს უნდა უჭამოთ და არ მინდა ის გასინჯვა. არ მინდა. ლიზი გსინჯავს, ვახტინა ამ გადმომივარდა. არ მეწვია, მაგრამ მაინც ვახტინა. ლიზიმ გაიკეთა მეგობრებო ბრეკეტები. იყო. ლიზი როგორია? არ გამიშინჯი. მიდი. ფორმი ვარ შეიძლება. აი გასიჯენე, ჩულები მიმავალ. მინდა მადლობა შეგასწრებ. ჟელიბონი ცხარა. მადლობა. მარმელადი აუ არ მიყვარს მე მარმელადი. და ვაგძელებთ და კიდე რას გვაქვს არის ვაფლი. და ბოლოს დავაგემოვნებთ კიდე რაღაც ორ რაღაცას რაც პროსტა ვეტერეთ რა. ეს არის ქართული ვაფლი. ამას მე გავხსნა. სანდომი. პირველად ხედავ ამ ვაფლს, შეიძლება ნაჭამი მაგ არ მახსოვს და ეს არის როუშენი თუ. მე ეს თეთრი ვაფლი არ მიყვარს, ამიტომ გასინჯო. მე მიყვარს თეთრი, მაგრამ ამას არ გავსინჯა, ვიცი რატომ? იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ვაფლია და გასინჯვა ამას არ სჭირდება. 10-დანაც უწერ, აი ზეპირაც. კაი ამას იცი და გასინჯო. არა. ეს თუ გავხსნათ, იმიტომ რომ მე არ მაქვს გასინჯული ეს.ურად გავსინჯო. მე სულ ვხვდები რა. არა. მოიგო უცხოურმა პროდუქტმა. და მოკლედ მეგობრებო, ბოლო რაც, ну თითქმის ბოლო რაც დაგვრჩა, არის ესეთი შყირები, რომლებიც უბრალოდ ვიყიდეთ, იმიტომ რომ მოგვეწონა და კიდე არის ესეთი ჟელიბონები კიდე რა. ჩუბა-ჩუპსებია, ბევრი ესენი გავსინჯეთ და ალბათ მივხვდით რატომ აქ ლურჯი ენა და კბილებიც და მოკლედ ჩოლებრივი ჩუბა-ჩუპსები რა. და ამას აღარ გავსინჯოთ და ეხლა ვხსნით ამას და ვსინჯავთ ამას, იმიტომ რომ მე მაგალითად არასდროს არ გამისინჯე. არცვე. მოინტერესებს როგორია. ვაუ! აი მე ერთი გახსენე. რატომაც გონია რომ არ იქნება გემრიელი? მომიგავხსნა რა. ანუ რატო? ანუ რატო? მე და შოკოლადი არ იქნება. შოკოლადი თუ იქნება ბანძობა, ესე იგი ეს არის ბანძობა. ხან ნუტელა რო იყოს. აუვადი. არ მოგეწონა ბაში. ახალი. მოკლედ მეგობრებო, ამით ჩვენ ვიდეოს ვამთავრებთ. მოიგო უცხოურმა პროდუქტებმა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ქართული პროდუქტები სუდია. უბრალოდ ძალიან კაია. უბრალოდ ქართულებს ხინკალი აქვს, კაი. მარტო ხინკალი არა. ხო, მაგრამ ეხლა ჯერჯერობით რაც გავსინჯეთ, ну უცხოურები ჯობია. ამით ჩვენ ვიდეოს ვამთავრებთ. დაგვაფოლოვეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში რა გინდათ რომ გადავიღოთ შემდეგში. ჩვენ კი გემშვიდობებით და ნახვამდის.